თამარ პირდაპირ ეთერში თამარ ილურიძე საუბრობდა. ხმაურის საკრებულოს ხდომაზე საკითხთა განხილვასა და დამტკიცებამდე საკრებულოს თავმჯდომარემ 27 ივნის განვითარებული მოვლენების შეაფასება და დაკავებებთან დაკავშირებით აღშფოთებაც გამოთქვა. განცხადებას საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატებისგან რეპლიკები მოჰყვა, მათ შორის იყო დამოუკიდებელი დეპუტატი კახა კუკავა. მას ძალს ამადაშვილს 26 მაისის მოვლენები შეახსენა და განაცხადა, რომ მამუკა ახვლედიანისგან განსხვავებით სამართალდამცველები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ოპოზიციონერებს საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა უპასუხეს. ესეთი განცხადება გავაკეთოთ ჩვენს მათი ოჯახის წევრებთან განცილება შენ არ გინახავს კოკი რა იმ კადრებში რა კადრებიც არსებობს არ შეიძლება ორკილები დაადო წაიყვანო ადამიანები ნაწილი წაიყვანო ნაწილი არა და მე ამას მისცე განმარტება რომ ისინი მოწმის სახით იყვნენ დაბარებულები საფინანსო სამსახურში. ეს არის ყოველად მიუღებელი, ყოველად დასაგნობელი ქმედება. ისხრის გუბეები რომ იდგა ჩვენგან 20 მეტრში რუსთაველის გამზებზე, მაშინ არ გავაკეთებია. ისხრის გამომი იდგა რუსთაველის გამზებზე. ასიკაცია და დაახლოებით ხერბორტირკი არ მეგობრე პირადად. მე და ხანუწები, იმიტომ რომ ხერბორტირები არ ყოფილა. 7 საათი მეძებდა ოჯახი, ცოცხალები ყავთ და არ უცხოთ. მაშინ არ ქონიათ პროტესტი, არ გინდათ ეს ფარისეულობა. სრულიად გასაგები არის თქვენი პათოსი, მე ვიცნობ თქვენ პოლიტიკურ ბიოგრაფიას, ვიცი რა მოსაზრებები გაქვთ, როგორ რა გამოძრავებთ და რა განზრახები გაქვთ. გიქვით ეს დაკავებები ჩვენ დაკავებას კი არა ხალხს ლაუდით და ისე აკავებდით ოჯახებში უვარდებოდით აი ასეთი დაკავებები ქონდათ თქვენ და ეხლა თუ ვიღაცა სადღაც გაასეირნეს არაუშავს მე წერან და 26 მაისი როგორ დამავიწყდება სისხლი დაიქცამდენ და მეორე დღეს ტაშფანდური ქონდათ ხალხო ტაშფანდური იყო საქართველოს დამოუკიდებლობის სამაგაბაკეთებდი იმ ტაშფანდურსა და 26 მაისის შორის არის ძალიან დიდი განსხვავება და კიდევ ერთხელ ძალიან თავი შეიცავეს განსხვავებებს ვითვლით ჩვენ კალბატონი რაც თქვენ მე რაც თქვენ იყო ის რაც ხდებოდა იმ კადრებში რაც ხდება ის რაც ხდებოდა თქვენ ხელშია თქვენი პოლიტიკა სამწუხაროდ საკრებულოს უმრავლესობამ გამოიჩინა დესტრუქციული მიდგომა აბსოლუტურად არ მიაქცია ყურადღება საკრებულოს 23 დეპუტატის თხოვნას, რასაც მოყვა ეს შევაპარაკება და მე ვფიქრობ, რომ ცოტა ალოგიკური არის, რომ საკრებულოს უმრავლესობა თვითონ ხსნის ხდომას და მოთქვამს ძალიან ბევრს იმასთან დაკავშირებით, რომ არის ეს უკანონო დაკავებები თუ დაპატიმრებები და მეორე მხრივ თვითონვე ახდენს დაძაბულობის ესკალაციას. ის დაძაბულობა, რომელიც არის დღეს საკრებულოში, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ვართ დედაქალაქის საკრებულო და უნდა გქონდეს უფრო მეტი პასუხისგებლობა ამ სტატუსის მიმართ. თუ კი ამ დემაგოგიისთვის მოვიდნენ დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრები თბილისის საკრებულოს ხდომაზე, ჩვენ საერთოდ არ მოსულიყვნენ და მათი პარლამენტარი კოლეგების გავსოთ ბოიკოტი გამოეცხადებინათ დღევანდელი ხდომისთვის. იმიტომ დღეს ჩვენ ვეუბნებით ისინი გააკეთებდნენ განმარტებებს იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ეკონომიკურ დანაშაულს, ისინი გააკეთებდნენ განმარტებებს იმ პრობლემებზე, რომელიც უკავშირდება საბიუჯეტო კორუფციულ სქემებს, თბილისის ბიუჯეტიდან თანხების მითვისებასთან დაკავშირებით, რომელსაც დადასტურდა, რომ თბილისის მეზოში იყო არა მხოლოდ გაბერილი შტატები, არამედ გაბერილი რაოდენობის პლასტიკური ბარათები და ამ სქემის გროსმაისტერი იყო ბატონი უგულავა. თანამდებობა, საკრებულოს წევრობა, იქნება საკრებულოს წევრობა იქნება ეს თუ მერის მაღალჩინოსნობა არ არის ბარიერი იმისა, რომ ეს შეკითხვები არ დაისვას. ეს შეკითხვები უნდა დაისვას და პასუხი შესაბამისად უნდა გაიცეს. მეორე მხარეა, რასაც ჩვენ ვთხოვთ შესაბამის უწყებებს, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამ პროცესის გამჭვირვალობა, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს გამოძიება და ბუნებრივია ეს იქნება ეს დააკმაყოფილებს საზოგადოების ამ ინტერესს. დღევანდელ საკრებულოს ხდომას და ყველა ასეთ ცვლილებით, რომ საკმაოდ ემოციური განწყობით შეხვდა ყველა საკრებულოს წევრი, როგორც ნაციონალური მოძრაობის, ქართული ოცნების, ასევე სხვა დამოუკიდებელი საკრებულოს წევრები. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის ის, რომ პოზიცია იყო ყველასი ერთნაირი, ის რომ გუშინდელი დაკავების ფაქტები იყო აბსოლუტურად მიუღებელი და ამაში სოლიდარულები იყო. საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტი